როდის იყო მიშვებული ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარება, ქურდული სამყაროს საქმიანობა და იარაღის უკანონო ბრუნვა. ირაკლი კობახიძე მოცნების მთავრობის სხდომაზე ახალშინაგან საქმეთა მინისტრს გელა გელაძეს საქმიანობა მოუწონა და კონკრეტულ სტატისტიკაზე ისაუბრა. ოცნების პრემიერმა ამ კონტექსტში წინა წლების პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ ნარკოტიკების მოხმარება, ქურდული სამყაროს საქმიანობა და იარაღის უკანონო ბრუნვა მიშვებული იყო, რასაც აბსოლუტურად არასწორ პრაქტიკას უწოდებს. იყო თუ არა კობახიძის განცხადების ადრესატი ვახტანგ გომელაური ოცნების წევრები მხოლოდ მოქმედშინაგან საქმეთა მინისტრს აქებენ, ყოფილს კი არ ახსენებენ. ბოლო სამ თვეში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით გასაგებაში მიეცა 156 პირი, ჩვენ მქონდა შემაშფოთებელი ტენდენციები ნარკოტიკების მოხმარების გავრცელების კუთხით და რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდებოდა გადამჭრელი ზომების მიღება ამ ტენდენციების აღსაკვეთად და სწორედ ამის გამოხატულება ის სტატისტიკა, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი. ეხება ორგანიზებულ დანაშაულს ბოლო სამ თვეში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით პასუხისმგებაში მიეცა 57 პირი. სტატისტიკა რო ავიღოთ, მაგალითად ჩარშან იგივე პერიოდში ამ ბრალდებით პასუხისმგებაში მიეცა მხოლოდ 2 პირი. აქაც გვჭირდებოდა ჩვენ გადამჭრელი ზომების მიღება და ის სტატისტიკა, რომელიც წარმოგიდგენია, სწორედ ამის გამოხატულება, ასევე იარაღის დარება. ესეც იყო აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა, ჟარგონზე რო ვთქვათ, მიშვებული იყო ეს ყველაფერი. ადამიანები, მათ შორის ახალგაზრდა ადამიანები, ზოგჯერ არასოციალურებიც კი დადიოდნენ იარაღით ქუჩაში, რაც საზოგადოება ძალიან აწუხებს ბუნებრივია და რისკის შემცველია. რაც თავარია, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, 3 თვის განმავლობაში გამოვლინდა იარაღის უკანონო ბრუნვის 384 შემთხვევა.